გორში 480 დევნილ ოჯახს მალე ახალი საცხოვრებელი ექნება. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა დღეს კორპუსების მშენებლობის დაწყებას ჩაუყარა საფუძველი. კომბინატის დასახლებაში მოსკოვის ქუჩაზე 8-10 სართულიანი კორპუსი აშენდება, სადაც ბინას დევნილი ოჯახები დაიდებენ. შენობის საძირკველში სიმბოლური კაფსულა დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა რეგიონის გუბერნატორთან ზურაბ რუსიშვილთან და გორის მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად ჩადო. ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებიც დაესწრნენ. წელიწად ნახევარში აქ იდგება 8 კორპუსი, რომელშიც 480 დევნილი მიიღებს ბინას. 480 ოჯახი, რომელიც ყველაზე მეტად საჭიროებს განსახლებას და ყველაზე მეტად საჭიროებს ბინას დაბინაოდება ძალიან მაღალ დონეზე აშენებულ თანამედროვე სახლებში და შემიძლია ვთქვა, რომ ბოლო 30 წლის განმავლობაში პრაქტიკულად საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გორში ასეთი გრანდიოზული მშენებლობა არ ყოფილა. ნამდვილად მნიშვნელოვანი მშენებლობაა, მე ვიტყოდი ერთ-ერთი უმსხვილესი მშენებლობაა საქართველოში. თავის შინაარსით კი განსაკუთრებულია იმით, რომ ჩვენი დევნილებისთვის შენდება საცხოვრებელი ბინები და მოხარული ვარ, რომ ამ ყველა პროექტი ხორციელდება და ამ ადამიანებს ერთხელ და სამუდამოდ ექნებათ კარგი საცხოვრისი. იმაჩნია, რომ აი იმ გაჭირვებას დაესმევა წერტილი, რომელიც ამ ადამიანებმა ამდენი წლების განმავლობაში გამოიარეს და სწორედ ეს იყო ერთ-ერთი ჩვენი დანაპირები წინასაარჩევნოთ, რომ დევნილების განსახლება მოხდებოდა მაქსიმალურად და ეს არის სწორედ ის შემთხვევა, როდესაც კიდევ ერთი მორიგი დანაპირები სრულდება ჩვენი დევნილი მოსახლეობისათვის და მაქსიმალურად ყველა პირობა ექნება შექმნილი, რომ მათ ადამიანურ გარემოში მოახერხონ ცხოვრება.